ახლა კი ბაქო და პირველი ევროპული თამაშები, სადაც ამ წუთებში ადამ ოქროაშვილი ძიუდოში მძიმე წონაში მორიგი ოქროს მოპოვებას შეეცდება. ჩვენ ბაქოს პირდაპირ ეთერში ვდივართ. მაშასე კიდევ ერთხელ დავბრუნდით ძიუდოს დარბაზში ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტის სასახლეში და აქ უკრაინელისა და ლიტველის მესამე ადგილის შეხვედრა სრულდება. იაკივ ხამომ უკრაინელმა დაამარცხა მარიუს პასკევიჩუსი და სულ მალე დაიწყება ფინალი. თუმცა ამ მატჩამ ამ შეხვედრამდე გაიმართა ლევან მატიაშვილისა და რენატ საიდოვის ორთაბრძოლა. ჩვენ ვცდილობდით ამის შემდეგ უკვე რომ ფინალამდე ჩანაწერი გვეჩვენებინა, მაგრამ ლევანმა წააგო და მე ვფიქრობ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, არ იყო არანაირად საინტერესო შეხვედრა. რა ვიცი, ლაშა მემდე შენ უთხრა მაყურებელს, თანაც 14 წამით ადრე გაკეთდა ერთადერთი ილეთი, ეს იყო იუკო და ამით დათმო ლევანმა. აშკარად ლევანი ვერ იყო. ფორმაში ხელიც გადახვეული ჰქონდა, ჩვენ ეს არ აღნიშნავს. ის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონია მას მიღებული. ხელზე და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ლევან მატიაშვილი მედლის გარეშე დარჩა დღევანდელს. არადა გავლილი გზა წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იფიქრებდა თუ ამ დონის ხორციებაზე და შეჯიბრებაზე ლევან მატიაშვილი შედეგის გარეშე დატოვებდა ჩემპიონატს. მაინც არ გაგვიმართლა, რადგანაც ეს სამი შეხვედრა იყო გადამწყვეტი დღეს და ერთ-ერთი ვერ მოვიგეთ. ეს არის ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ გვაქვს ადამ ოქროაშვილი და ორ სასონი, აი ხედავთ, გამოდიან. მე სასონზე ისე როგორ დაემთხვა გუშინაც ქართულ-რუსული და ქართულ ებრაული ფინალი იყო და ეხლაც იგივე ხდება. ადამ ოქროაშვილი აი ხედავთ გამოდის. ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები, ეს არის ბოლო შეხვედრა ძიუდოში ინდივიდუალურ ასპარეზობებს შორის. აი ეს არბიტრი იყო გუშინაც, სტეფან ბოდე. გულშემატკივრად ადამს მსუბუქი წონოსანია, ადამიანთან შედარებით სასონი ცოტა აქტიური იქნება, ახლო კონტაქტში ეცდება რომ არ შევიდეს ადამიანთან, მაგრამ ადამიანს შესწევს იმის უნარი რომ სასონი დაიჭიროს და გააჩეროს, ესე რომ ვთქვათ. დანარჩენს დავაკვირდეთ. ადამიანს შანსი აქვს და ესეთი შანსი ხელიდან მან არ უნდა გაუშვას. ამ დონის სპორტსმენი ფინალში მეორეჯერ როდის იქნება, ღმერთმა იცის. აი ხედავთ, როგორ ფრთხილობს სასონი. ადამიანს წელში არ უშვებს. მაღალია ცოტათი, 193-ია მისი სიმაღლე. ადამიანის 187, მაგრამ წონა მეტი აქვს. ადამიანს 120 კილოგრამია. ისრაელის წარმომადგენელი 127 ყოველ შემთხვევაში ოფიციალური მონაცემები ამ წუთისათვის ასეთია. ამას რამდენად აქვს ლაშა მნიშვნელობა? ადამიანის წონა რა 127 წერია. 127 ადამი იყო ალბათ ჭაბუკობის ასაკში, ეს ძალიან ძველი მონაცემებია. არ ვიცი ვერ დავიჩემებ ბაქოს აშკარად ადამი 2015-ის სწორედ ამას გაცილებით ბევრია ვიდრე 127 კილო. 127 ადამიანს 127 კილოგრამიან ადამ ოქროაშვილს თავმაც შემიძლია, შეიძლება რინერმაც ვერაფერი დააკლოს. ადამ ოქროაშვილი საკმაოდ სერიოზული სპორტსმენია. მე კიდევ ვიმეორებ მისთვის ერთადერთი პრობლემა თავისი ჭარბიწონა. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ხელი არ უნდა შეუშალოს, ვინაიდან ადამი ფინალშია.
და მას შეესწევს უნარი გაიმარჯვოს, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში ადამი პასიურობს და ანგარიშიც ხედავთ რომ ვერ გაფრთხილება ერთ გაფრთხილებაზე. უნდა მოუმატოს ადამმა, უნდა მოუმატოს აუცილებლად. გადარჩა. აი ამას გულისხმობ რომ სუბუქი წონაა და ასწრებს ნაკლები რეაქცია აქვს მძიმე წონოსანს. ნაკლები კოორდინაცია, ყველა მხრივ შენელებული ხარ ადამიანი, მე საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ ამას, ჭარბი წონით საერთოდ ძალიან მიჭირდა შეხვედრის გამართვა სათანადო დონეზე და აი ადამმა დაიჭირა შებოჭვაზე და დაიჭირა შებოჭვაზე და აი გაგუდა და ადამი გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ხედავთ რამხელა ემოცია. ჩვენ საუბრობთ რომ ადამ მოქრუაშვილს არასდროს ემოცია არ აქვს, მაგრამ აი როცა საჭირო იყო გამოხატა ეს ემოცია და ადამ მოქრუაშვილმა მეორე ოქროს მედალი მოუტანა ჩვენს დელეგაციას. ოჩახ ძალიან კარგი იყო ამ სიტუაციაში, აი ცოტა რაღაცა კრიტიკა მუშაობა, მე მგონი აქედან იგრძნო თუ რა იყო. უცებ მოახერხა ეს ყველაფერი და ისრაელს ჰქონდა 2 ოქრო, ჩვენმა დელეგაციამ მოიპოვა და 2 ოქროსთან ერთად გვაქვს 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო და ამ მაჩვენებლით ჩვენ გადავედით ამ წუთისათვის მე-20 ადგილზე, თუმცა ხვალ ჯერ გუნდური ასპარეზობაა. განმეორებით უნდა ვნახოთ ეს ეპიზოდი. ლოცავ ადამიანს ფაქტიურად შოკში ჩააგდო სასონი ფეხებით 4-ვე კიდურით ადამიანი იხვეწებოდა გამიშვიო. ხო, არა. ძნელია ეხლა როდესაც ადამია ესე დაიჭერდა, მას ვეღარ გაექცეოდა ვერავინ, ეს გამორიცხული. ეს გამორიცხული იყო. ხედავთ, გაღიმებული ადამ მოქრუაშვილი, ძალიან დიდი მადლობა ყველამ უნდა უთხრათ ამ ადამიანს. ეკუთვნის ნამდვილად, მან ის ძალიან კარგი სპორტსმენია, დიდხანს შემორჩა. აი ხედავთ ამ ეპიზოდში დაიჭირა და აქ როგორც შენ ამბობ დაახჭო. გაუშვე. არა, მაინც არ უშვებდა ჯერ სანამ საჭმა არ დაუძახა, მაინც არ უშვებდა ჯერ, აი ხედავთ, მართლა ორივე ხელით აჩვენებდა ყველაფრით და ეს შვენიერი კადრი. გახარებული რამხელა ემოცია დასრულდა ყველაფერი. გაღიზიანებული თუ როგორ შეიძლება ითქვა. გაბრაზებული. საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი, ახლა კი ისევ მოაბეთ ჩვენს ეთერში. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ბაქოდან, სადაც ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოში მეორე ოქროს მედალი მოუტანა მძიმე წონოსანმა ადამ მოქრუაშვილმა.